ჰეი, მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე უბრალოდ ჯიოთოდოთ TMT Plays-ი მოკლედ გავიღვიძე ახალი ტომელის სახით და დრეიკის სახით, ახალი სახელი ნახოთ არ მომწონს, მაგრამ ტომში ვარ, რა უნდა აქვნა სხვა. შევინოთ მე ძინარავი ტომელებს არაფერი არ უქნიათ, ღამე ყელი არ გამოვჭირეთ. ნახოთ დღესაც დამავალებს ბელად. გავიდეთ კარვიდან, კაიდილა. გამარჯობა სეიმე. ავახარ, დილამშვიდობისა. კარგად, შენ როგორ ახარ? როგორ გეძინა? ახალ ტომელო, მადლობა, კარგად მეძინა. დასაცმელი გამოგიცვლია. აღარ ხარ გაფრაზებული. თორე მეშინოდა შენი. აბა აქეთ გამოვიდეთ. ვა, გამარჯობა ბელადო, დილამშვიდობისა. რამდენი ხანი გძინები ახალ ტომელო, ცოტა ხორცი მოვკვდა, წადი მოიტანე. სანდიროთაც უნდა წავიდე პირველივე დღეს. ძალიან კარგი. ახალ რაღაცებს ვნახავ. აი ამ ბიძებს გავყევი, ბევრი ცხოველია. კარგი, მადლობა. წარმატებები ჩემ გარეშე. ოღონდ იცოდეს 2 დღე დამჭირდება, იმიტომ რომ მაინც ახლა ტყია და ფეხით მიწევს სიარული. და ცოტა დამოგვიანდება და რამე არ იფიქროთ. კარგი ბელადო. წარმატებები, მადლობა. აბა გავუყევთ გზას ახლა. აი, რა ამბავი დათვია, ჩემი. მედია გადაურჩები ამ დათვებს. მოდი აქეთ გავიქცეთ. და ღორი მოკლათ. რა მიკბინა? ოპა, პირველი ხორცი, ღორის, ება რა. მოდი საჭმელს შევჭამ, ცოტაოდენი პური მაქვს, თორე პირველივე დღეს სანდირო დღეს დათვი გამომეკიდა. ძალიან მშვენიერია. გამარჯობა ძროხა. მოდი ესეც მოვკლათ. და იმედია ტყავს დაგვიგდება, იმიტომ რომ ახალი ტასაცმელიც მინდა დავიკრავთო. ეს რომ აჩუქენ მარტო ქუდია აქ ვერ დამეცავს ვერაფერს. ვა, ქვიშა. ზღვის პირეთია, მაინც ქვიშა ლოგიკურია. მოდი წავიდეთ აქეთ ამ ხარეს. ხო, იმედია, სხვა ტომს არ აღმოვაჩენთ აქ ახლა, იმიტომ რომ ჯერ ერთ ტომს ძლივ შევეჩვე, პირველივე დღეს რა მოხდა, ხო წარმოგიდგენიათ, მეორე დღეს რა მოხდებოდა, სხვა ტომს აღმოვაჩენ, ხო მივხვდებით. აუ, ცხოველები შემოგვაკლდა. ძალიან ცოტა ცხოველებია. მოდი აქ ღორო, ეგ არის. მოდი აქ კიდე შენ, ეგ არის. შენც მოდი. ეგ არის. იქით რაღაც ბრტყელი ადგილია, კუნძულისავით. მოდი იქ გადავიდეთ. ცურა ვიცი ასე რომ ჩავხტეთ ზღვაში. ოპა. ეგ არის მეორე კუნძულსაც მოვადექით. ამოვყვინთეთ. ხეში გავიჭედე. ეგ არის ამოვყვინთეთ. ეს რა ბანაკია? ეს ვინ არის? ეს ვინ არის? სხვა ტომელი შემოგვეცია ბელადო. არა, ტომელი არ ვარ, მე ადამიანი ვარ. არ ვარ ტომელი. ვინ ხართ? გონი ახალი ტომი აღმოვაჩინე. არაფერი. დამანებეთავ. ადით იქით. მე მოქალაქე ვარ, რომელიც ჯუნგლებში მოხვდა არსაიდან. და თქვენ ვნახართ? ურასაშეშები არის. ეს იმას არ გავს? სეივერს. აქ რატომ მოხვედი? ჩემ ქალაქს ამხოთ ამერიკაში ვცხოვრობდი და ცუნამი მოხდა და ამ მდინარე მაგ გამომიყვანა. აი იმ კუნძულზე და შემდეგ წინ დავიწყე სიარული და თქვენ აქ მოგაჩნდეთ. მე გრეინი. ოჰო, რა უცნაური სახელია და თქვენ? მე ზივერი ვარ. თქვენ რო ყვიროდით იქ მე ტომელი არ ვარ, ადამიანი ვარ. და საღამო მოვიდა და ერთი ღამე რო გავათანო თქვენთან ხო შეიძლება? მე მეორე ტომთან არ ვიყავი? სადაც ტომი არ ვიცი არის თუ არა. დავხეტიალობ ტყეში და გიპოვეთ თქვენ. პირველი ტომი ხარ ჯერჯერობით. მედია გადავრჩები. საუნცრავად ვიყურებენ. ეს გონი მათი მოსისხლე მტერია. კარგი, მადლობა. გადავრჩი. რა მხელა ბანაკი ვხდი. ეს რა არის? იმედია აქ არ გამატყავებთ. ხო? გადავრჩი. და თქვენ ტომის ბელადი ხართ, ხო? რაღაც ესეთი სახე გაქვთ მაინც? ოჰო, საინტერესოა. და ერთი ღამე რო გავათენო აქ და მე რო წავიდე შეიძლება იმიტომ პატარა იარაღები მაქვს საჭველი ეს შევწვა მზად ვიქნები გამოვიცნებ და დილას წავალ. მაინც იარაღები მაქვს და შემიძლია თავის გადარჩენა, ხო შეიძლება? კარგი. მადლობთ. და თქვენ შესახებ რომ მომიყვეთ, რატომ მიხართ? სხვა ტომები თუ არსებობენ ტყეში? მადლობა საჭმელს. და რა მტერები თუ გყავთ? რა ვინ გყავთ? თის ლომები, ოჰო,
უცნაური სახელებია იმ მთის გველები, მთის ლომები. ჩემი. და თქვენს შეახებ რამეს მომიყვებით, ანუ ისტორია, რავი, როგორ წარმოიქმნით, აქ როგორ მოხვდით, ვინ ხართ საერთოდ. აქამდე ეს კუნძული მეორე ტომის იყო. ოჰო, სხვა ტომელებიც არსებობენ, ესე იგი იმის გარდა. თუ არ ვცდები მთის გველები. ისინი ყოფილან. დიახ, შემდეგ ჩვენ გვყავდა ცოტა ხალხი. ნუ ეხლა ცოტა ხართ პრინციპში, მაგრამ კაი. ფაზა უფრო დიდი აქვს, თვითონ ხალხი არის. ცოტა მებრძოლი. ოკეი. შემდეგ და შემდეგ გქონდა ბრძოლა. ოჰო. მათთან. ესე იგი სისხლებია ამათი ბრძოლა რო იყო. მაგრამ ის ახლოს ფაზა როგორ ვერ დაიყოს, ალბათ ვერ არიან კაი ბრძოლები. მათ ჩემი ოჯახი მაქვს. აჰო. ესე იგი ისინის ბოროტები არიან და ისინიც ჩემი. შემდეგ მათი უძლიერესი ბელადმა მოკლა. ის ბელადი ასე ძლიერია, ესე იგი საფრთხო ზონაში ვარ ამათანაც და იმათანაც. უეჭველი. რაღაც უნდა მოვახერხო. არც ერთთან მინდა ახლა და არც მეორესთან, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ასე გაზიარებულია, რომ ბატონო ბელადო საქმე მაქვს. რაღაც ასე ეჭვობენ ჩემს. იმ ბრძოლაში დავამარცხეთ ისინი და მათი ბელადი აქ იყო დამალული. დამბული. და გადარჩა. და შემდეგ გაიპარა ის თუ რა მოხდა. აბა რა ხდება? რა მოკვდა? ის იქ არის. და ეს ბანაკი საერთოდ მინ შექმნა ზოგადად. თქვენი იყო თუ მათ რო დაარბიეთ, მათი ბანაკი თქვენი გახდა. აქამდე სულ ცოტა ტერიტორია გქონდა. გასაგებია. ჩამოღამდა. იმედი აქვს გამათენები. ეს ადამიანი რაღაც საეჭვოდ ლაპარაკობს. ზივერ, მე უბრალოდ მოქალაქე ვარ და მე შენი ამ ყველაფერს და მეტი რა ვქნა. 72 ბლოკამდე, ოკეი. და ბატონო ბელადო, ღამდება, საღამო მოვიდა და მე ცოტა დაღლილი ვარ. დღეში ვიყავი სანადიროდ ვიყავი გამოსული, საჭმელი მინდოდა და რამე ბანაკი რომ მომცათ შეგიძლიათ? აქ დაისვენე. ძალიან დიდი მადლობა. ხვადილა შეგეხმიანებით, ხო და გავალ ჩემს საქმეზე. ასე რომ ხო, ეხლა დაგემშვიდობებით თქვენ. ხო და ცოტა წავუძინებ და ხვადილას გამოვიღვიძებ. გამოღვიძებული უბრალოდ შეგეხმიანებით და წავ. ესე იგი, ამათი ისტორია. მოგიყვები მე ამბებს თუ არ შეწუხდები. გვიძლია ხალხ. მადლობა. მოკლედ, ამათი ისტორია და იმათი ისტორია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან თავისთავად, მაგრამ რაღაცები ემთხვევა და ის ბელადი რაღაც ძალიან საეჭვოა. ანუ ის თუ ცოცხალია და ესენი რატო ამბობენ რომ მოკვდა. მოვკალითო. მაგრამ შეიძლება ამადგონიათ რომ ესენი მოკვდა და ის ცოცხალია. ბაღეს მაგრა დავიყალე. ოკეი. კარგი, ნახოთ გადარჩებით თუ არა. პირველ რიგში ეს ამბავი არ უნდა მოუყვე ჩემ ტომელებს. ეგრე გამოდის. თორე არ ვიცი რა მოხდება, მოსახმტრები არიან ესენი იმათი და ორივე ერთმანეთს მოსახმტრები არიან. მე არ ვიცი რა უნდა ვქო. არც ერთ ტომში არ მინდა სიმართლე ვთქვა. ასე რომ მიწევს რომ რაღაც მარტო გავიქცე, მაგრამ ჯერჯერობით ამას არ ვიზამ. მაინც ჯერ ბელადს შევაყვარებ თავს ასე ვთქვათ, ნივთებს მოვაცემიებ და შემდეგ მოვხევ ალბათ. და რაღაცებს გავიგებ კიდე ზედმეტ რაღაცებს. კარგი, მოდი ახლა მე დავიძინებ. და ვნახოთ ხვა დილას როგორ განვითარდება მოვლენები. მაქამდე ეს იყო ტყის, სისხლის ხავების მეორე ეპიზოდი. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება.